იყო შენი ჭირიმე თასების თასი ამდენი ხანით უნდა ყოფილიყო ძმაო ჩვენთან მაგარი იყო ძმაო რა ბურთი გაიტანა ბეჭო რა ბურთი გაიტანა დარასელია შენ გაგიმარჯოს ღმერთმა თუმცა ისიც მაგარი გუნდი იყო ვერ დაგიმალავ ძმაო კაცე ისი ფირმა მაინც ფირმა ხო იცი ძმაო ისე საღამოს ჩაუსხდე ჩემთან ეხა ირმას გადაურეკავ მენი უშეუთანხმებ კი ბატონო ვენო შენი იყოს მოკლედ თელ ბრიგადას გელოდებით საღამოს გელოდებით ნინო ეს გაიტანე და ნახია ვერთი ვინ არის მე ვერაფერს ვერ გავიქე ერთი სიტყვით მიხაილოვიჩ ხალბატონი აგიხსნით ყველაფერს რა ვერ გაიგეთ ბატონო ბადრი ეს მიწა ეკუთვნოდა ჩემს დიდ ბაბუას დედის მხრიდან სერაპიონ ერისთავს და ჩვენ გადავწყვიტეთ აღვასრულოთ ბაბუას ანდერძი დავანგრიოთ თქვენი კლინიკა და მის ნაცვლად აღვადგინოთ ძეხვის ქარხანა რომელსაც გაუძღვება ბიძა ჩემი მამის მხრიდან გასაგებია თქვენ ჩემთან არ უნდა მოსულიყავით ფსიქიატრის კაბინეტი წინ არის ჩემი ბიძაშვილი ვახტანგი დედის მხრიდან ანუ ფსიქიატრი ხო? კარგით აქ არის ყველა დოკუმენტაცია დამადასტურებელი საბუთები რომ ეს მიწა გვეკუთვნოდა ჩვენ ბაბუა ჩემს აი ბაბუა უკანა თუმცა მარტივადაც შეგვიძლია გადავწყვიტოთ ეს საკითხი მარტივად როგორ და ყოველგვარი სასამართლოების და ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაცვით ტერიტორიას არა გენაცვალე ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა ესე იგი არა ხო? კარგით აქედან მივდივარ ჩემს ადვოკატთან და ზუსტად ერთ საათში დაგიკავშირდებით აუცილებლად დაიკავშირდებით თაზო შემოვიდნენ სასწრაფოდ გესმის ჩემი შემოვიდეს გადამრევს ეს ხალხი გუშინ პაციენტს ასპირინი დაუწერე და წაუკითხავს ასკინკილი და წასულა სახში ასკინკილი კაი კაცო ისე ლევანი ექიმო შენ კაი წერა უნდა იცოდე წესით რატო ვითომ რატო და უროლოგი შენ ხარ და რაც შენ ხელში პასტები გჭერია სხვადასხვა ზომის წონის ფერის უნდა წერდე კი არა უნდა ხატავდე კარგავდე წევედი ხოშვიდოა მიხაილოვიჩ მომისმინეთ აზო 15 წუთში სათათბიროში შემიკრიბავ ყველა ექიმს ზუსტად 15 წუთში არა პრობლემა მიხაილოვიჩ ახლა აბა რატო რა მიხაილოვიჩ მე ეხლა დაგინიშნავ თქვენ პროფილაქტიკურ მკურნალობას მოგზავნით გამარჯობათ ნანა ექიმო შეიძლება ერთი წუთი მოგზავნით ნანა ექიმო მიხაილოვიჩი გიბარებთ სათათბიროში ხო მშვიდობა რაშია საქმე რა ხდება იცით ნანა ექიმო მილიცია ამოსული რაშია საქმე პაციენტს ხოუჩიულია არა უბრალოდ მილიციას ადრე ხო ქონდა დევიზი ხელების ზევით ახლა თურმე ცვლიან ამ დევიზს და ახალი დევიზი აქვს ფეხების ზევით და თქვენთან უნდა კონსულტაციის შენთან სამაინო ჩალია არა მართლა გიბარებთ 15 წუთში მიხაილოვიჩი უკაცრავად დათო ექიმო ერთი წუთი თუ შეიძლება აგერგებადებით გარეთ გამარჯობა ბატონო დავით როგორ დანდებით ბატონო დავით მიხაილოვიჩი გიბარებთ სათათბირო ოთახში ხომშვიდობა
კი, კაცო, უბრალოდ ლიფტის ღილაკი შევარდნილა და თქვენზე კარგად ახლა მაგას ვინ ამოიღებს? საგადამცალი ახლა მე. კაი, მართლა გიბარეთ ისე 15 წუთში სათათბიროში. ისე ბატონო დავით, არ გეცოდებათ? შენ გაგაციო უკანატანში. მოვძანდით. გამარჯობა, მანინექიმო. გამარჯობა თაზო, ხომშვიდობა. თქვენ მიხაილოვიჩის სიდედრი ხო იცით? როგორ არა? დალი. უცება მარცხი. უნი არ გადამრიო. უშინ კარგოთკაზე წასვლია თვალი. და ახლა თქვენზე კარგად, პროფესიონალურად მაგას თვალს ვინ ამოუყავს? უშენ შეგიწყდა გული შემეშინდა რაღაც მეგონა მოხდა. არა, ისე მართლა გიბარეთ 15 წუთში სათათბიროში. რა, რისთვის? არ ვიცი, შეიძლება მართლა თვალის ამბავია, არ ვიცი, რაც არ ვიცი. კარგი დავეცოთ. თაზო, სადაა ხალხი? მიხაილოვიჩ, არცალია ხავს. ზოგი ოპერაციაზეა, ზოგი გამოძახებაზეა და ბოლო-ბოლოს სავალყობო აქ საკალბასე ხო არა? აღგრიო თქვენი კლინიკა და მის ნაცვლად აღვაფილებ. Хорошо. ოტორინოლარინგოლოგი სადაა? კაი, მიხაილოვიჩ. მას სიტყვას ნუ მათმევიეთ და თუ გინდა ჰიდროელექტროსადგურს ვიტყვი 5-ჯერ. ლახადაა სახე. მე თქვენ შეკრიბეთ აქ წამყვანი სპეციალისტები. ამხანაგო დათო, ამხანაგო ლევან, ამხანაგო ნანა, ამხანაგო მარინა და შენ. თამას, თაზო. იცით რა მოხდა დღეს? სულ რამდენიმე წუთის უკან. ქალი და კაცი იყვნენ მოსული. დასტა საბუთები წარმოადგინეს. თავისი სურათებით, ფოტომასალებით. გაგიცინებთ სატირაული არ იყოს. და ამტკიცებენ, რომ ეს მიწა, რომელზეც განთავსებულია ჩვენი საავადმყოფო, ეკუთვნოდა მათ ბებიებს და ბაბუებს დედის მხრიდან. და თურმე აქ ამ ადგილას ყოფილა ძეხვის ქარხანა. და რა სიტყვენ? დავშალოთ ჩვენი საავადმყოფო და ისევ აღადგინონ კალბასის ქარხანა. კაპიტალიზმი. ამ დილით რაღაცა იყო კარგად და მე როგორ თქვენი ასე ხარა უწია ის. დავიღოთ შეგაფასება ამ ხალხები. ზევითაც შევატყობინოთ. ჩვენ ამ თემას მარტო ვერ გადავწყვეტთ. ლევან, გესმის რას ამბობს მიხაილოვიჩი? რაიო, ხო, არ იქნება, ცუდი. კოლეგები, გილოცავთ? აქ აშენდება საკალბასი. ანუ რა გამოდის? ყველა სახში გაგვიშობენ? ყველა არა, ბატონო დავით, ყველა არა. კალბასების ცერს თუ გააკეთებენ, უნოლოს დადოვებენ. გამოცდილების ხარჯზე. ჩვენ ვიკითხოთ, ჩვენ. გაიგონე რა თქვა? არ იქნება, ცუდი. მიხაილოვიჩ, ეს საერთოდ არ გვაქცევს ყურადღებას. იმან პაციენტი მყავსო, იმან დაბადების დღე მაქვს და რა ვქნა ჩვენ, თავზებით ძალა არა. წელს ხომოთხოვდღნი ყველაფერს. ლევან. მიხაილოვიჩ, ლეჟებას რა უყოთ? დავაძინეთ კაცი საავადმყოფოში და გაიგოძებს საკალბასეში? ყომა, მე ნახე ჩემო მარინა შენ. დიახ, ისმენთ. თქვენ ახართ? დიახ. აგაშენათ ღმერთმა. ასე არ ჯობია? თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა. გელოდებით ხვალ? კი ბატონო. ნებისმიერ დროს. მანქანას გამოგიგზავნოთ. ყავთ. მადლობა, კარგად წამდებოდეთ. კარგად იყავი შენი ჭირიმე. ალბათ მივხვდით ვინ რეკავდა. დიახ, მიწის მესაკუთრეები. გადაიფიქრეს ძეხვის ქარხნის აშენება. და თქვენ წარმოვიდგინეთ, აქ აშენდება ახალი საავადმყოფო. იმპორტული სახელწოდებით Medical City. რითი? City. ახალი შენობა. ახალი ინტერიერი.
ახალი ექსტერიერი, ახალი პალატები. ახალი